დიახ, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა მისი გადაწყვეტილება 13 პირის საქმეზე. მან ძალაში დატოვა მისი წინამორბედის პირველი მოსამართლის გადაწყვეტილება აკუთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და არ შეცვალა აკუთის ღონისძიების ფორმა, ყველაფერი დატოვა პატიმრობაში, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3 საათის განმავლობაში ადვოკატები 15-მდე ადვოკატი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს წარმოდგენილი საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მათმა დასაცავმა პირებმა ჩაიდინეს რაიმე ტიპის დანაშაული, საქმეში დევს მხოლოდ 140-მდე მოწმის ჩვენება და ესენი არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები, რომლებიც არიან სუბიექტურები ამ საქმეში. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს, ბრალდებულთა შორის არიან ომის ვეტერნები, მათ შორის ომის გმირების ოჯახის წევრები, პენსიონერები, მათ შორის არიან საკმაოდ მძიმე დიაგნოზის, დაავადების მქონე ადამიანები და არიან სოციალურად დაუცველები ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში იქცნენ დევნილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეს ადამიანები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მოსამართლე ნატო ხუჯაძეს მიმართავდა და ამბობდა, რომ მიმალვას ის არაპირებს, ამ საფრთხეზე აპელირებდა სწორედ საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი, თუმცა ყოფილ პოლიციელმა თქვა, რომ ის მიმალვას არაპირებდა, მას დასამალი არაფერი ჰქონდა, მისამალი მას ერჩივნა ციხეში ყოფნა, თავისუფლებაზე ყოფნას და ოჯახისგან მოშორებით ყოფნას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეჟიმი მას და მასთან ერთად დაკავებულ ადამიანებს ასამართლებს სწორედ იმის გამო, რომ ისინი დაუპირისპირდნენ რუსულ ხელისუფლებას, რუსულ კანონს და სწორედ ამიტომ მიდგნენ საპროტესტო აქციაზე. მე ვეთანხმები ადვოკატების პოზიციას, როგორც პროკურატურამ განაცხადა, ძირითადად 2 პუნქტია, რის გამოც მტოვებენ პატიმრობაში. ეს პუნქტებია მიმავლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. ზოგადად ახალი დანაშაული ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს. რაც შეეხება მიმავლას, ვიტყოდი, რომ თავისუფლება პირველ რიგში არ არის სულის ნაწილი, რომელიც ოჯახის ასევე სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს. ამიტომ ციხის კედლებს არ შეუძლია ამ ყველაფრის შეზღუდვა. თავისუფლება არ არის მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვა ადამიანის ციხის კედლების ზღუდავს იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეგვიზღუდოს სამშობლოს სიყვარული, ოჯახის მოფერება. მიმალა ჩემთვის არ ნიშნავს თავისუფლებას. მიმალაში მყოფი ადამიანი აღიარებს, რომ დამნაშავეა, განიცდის მუდმივ და ბოლოს პარანოია ემართება. მე ვერ ხვდები, რატომ უნდა მივიმალო და საფრთხე ჩავაგდო ჩემი ოჯახი, რომელიც ჩემთვის არის პრიორიტეტი. მე მდიდრულ სასტუმროში ყოფნას და მიმალას მირჩევნია ისევ ციხე, სადაც ოჯახის წევრებს მაინც ნახულობ გარკვეული პერიოდის შემდეგ. შეხედეთ დავით გიუნაშვილის შაქრიანი დიაბეტის მქონე. სიკვდილის სიცოცხლის საქმეა მისი პატიმრობაში ყოფნა. ეს დიაგნოზი პენიტენციურ დაწესებულებაში დაუდგინდა. წარმოუდგენელი უსამართლობაა მისი პატიმრობაში დატოვება. ცხინვალიდან დევნილი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად ქცეული 72 წლის კაცი პატიმრობაში ყავთ სამშობლოს სიყვარულის გამო. კაცი, რომელსაც რუსებმა ცხინვალში სახლი დაუწვეს, სამშობლოში იქცა დევნილად. იბრძოდა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. თქვენ ამბობთ, რომ ამ ადამიანმა 72 წლის კაცმა დაარტყა პოლიციელს და შეაგინა? თქვენ იტყუებით, იმიტომ რომ წარმოადგენთ რუსული რეჟიმის სახეს. საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში, პირველ დარბაზში მიმდინარეობს მსჯელობა 11 პირიან საქმეზე, რომელსაც ასევე იგივე ბრალდება აქვს აყენებული პროკურატურის მხრიდან. ადვოკატები აყენებენ შუამდგომლობას ამ წუთებში მოსამართლე ბუგიანიშვილის წინაშე. ყველა ადვოკატი აპელირებს იმაზე, რომ საბრალდებო უწყება 38 ტომიან საქმეში წარმოადგინა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები და მედია საშუალებებში გავრცელებული სხვადასხვა ტიპის კადრები, რომლითაც ამტკიცებს, რომ თითოეულმა მათგანმა დაკავებულებზე აქვს საუბარი ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული. ადვოკატებს აქვს საკმაოდ ვრცელი სიტყვები და მოსამართლეს სთხოვენ, რომ შეცვალოს აკუთის ღონისძიების ფორმა და ასევე დაუშვებულად ცნოს ყველა ის მტკიცებულება, რომლითაც დღეს პროკურორები გამოცხადდნენ სხდომათა დარბაზში. შემოსული იყო ექიმი, უროლოგი და მითხრა, რომ თირკმელებს კარგი მდგომარეობა არ აქვს და მითხრა, ახლოს ხარ თირკმელების დაკარგვასთანო. რომ იცოდეთ, მაქვს კენჭები და პოლიკისტოზი. ესენი ერთმანეთს უშლიან ხელს, რომ სწორად და ჯანსაღად იმუშაოს თირკმელებმა. ჩემი პატიმრობაში ყოფნა და აღკვეთის ღონისძიება სამედიცინო ნორმებს მოკლებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ კანონითაც მაქვს უფლება ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს. დროული, აუცილებელი, კომპლექსური მიხედვა ჭირდება ჩემს ჯანმრთელობას. სამედიცინო კუთხით კრიტიკული პაციენტი ვარ. დიდი ახსნა განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება.
კონსტიტუციის მე-15 მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ ადამიანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება აქვს. შესაბამისად, მეც გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა. შეგიძლიათ დაიბაროთ ციხის ექიმი, გამოგკითხოთ, ისიც იგივეს გეტყვით, რაც მე ვთქვი. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ქორქია, რომელმაც ამ ომში დაზიანება მიიღო და ამ ომში მიღებული ჭრილობის შედეგად გარკვეული სახის დაზიანებები დღევანდელ დღესაც მოყვება. გიორგი ქორქიას ფეხზე აქვს ატროფია, რაც ნიშნავს ფეხის შესუსტებას, ფეხის შემცირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე ამით არ სრულდება. ჩვენ მოვისმინეთ ბრალდების პოზიცია, ყველა ციხეში ნულოვანი ტოლერანტობა. მოვისმინეთ, რომ არ არის არანაირი ახალი გარემოება, მას შემდეგ რაც აღკვეთი ღონისძიებად პატიმრობა განისაზღვრა და რომ ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში. 38 ტომი, რომელიც წარმოადგინა ბრალდებამ, არის ის ინფორმაცია, რომელიც მედია საშუალებებმა წარმოადგინეს. არც იარაღი, არც რბევაში მონაწილეობა, არც იარაღის გამოყენება კონკრეტული პირის მიმართ. თავდასხმა არ გახავთ გიორგი ქორქიას ჩადენილი ქმედება და ამას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. ჩვენ არ უარყოფთ, რომ ადგილზე ვიყავით. ხანგრძლივი ყოფნა პატიმრობაში ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევა. ეს ადამიანი პროტესტში მონაწილეობის გამო ისჩება. მსგავსი ხდება რუსეთსა და ბელარუსში. აქ რაც ხდება სრული მარაზმია. აქ რაზეც ხედავს სრული მარაზმია და არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი აღკვეთის ღონისძიება. სასამართლოს ხდომები მით უმეტეს ჩემი ჩატარებული არ არის მარაზმი და შეარჩიეთ სიტყვები კორექტულად. ყველა პირს საბრალდებო უწყება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას იარაღით თავდასხმას ედავება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი 5 ეტაპად არის დაყოფილი ეს საქმე. საქალაქო სასამართლოს დღეს 4 დარბაზში განიხილება საქმეები და ამ წუთებში იწყება კიდევ 3 პირის შესახებ მსჯელობა ერთ-ერთ ყველაზე დიდ დარბაზში.